მოქმედებით ჯგუფი და გვაინტერესებს აი რას წარადგენთ, რითი იქნება ახალი და საინტერესო თქვენი ფილმი, მოკეთ, რომლის პრემიერაც არის ხვალ. კაი, პირველ რიგში ყველა ძალიან დიდი მადლობა მოგწოდიშით. დავიწყოთ ხო შეიძლება ალბათ. კიდევ ერთხელ მადლობთ ყველას. ჩვენთან ყოფნისთვის, დაფასებისთვის, იმიტომ რომ მართლაც საინტერესო პროექტია, ძალიან ახალგაზრდა ჯგუფმა შემოქმედების, თითქმის ყველა ნაკლებად ნახევრად და საერთოდ არაპროფესიონალება შექმნეს პროექტი, რომელზეც ძალიან ბევრი დრო, რესურსი და ძალიან ბევრი საინტერესო გამოცდილება იქნა შეძენილი და ნაწილობრივ ალბათ არის პრეტენზია და ამბიცია იმისი, რომ რაღაცა თავისებური, რაღაცა ახალი ამითი ითქოს, ეს არ არის. რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ რაღაც არასწორად და არაადეკვატურად აფასებდეს ეს ახალგაზრდა ხალხი და რაც თავარი ეს აღსანიშნავია, რომ თითქმის 24-25 წელი არის მაქსიმუმი შემოქმედებით ჯგუფში, ასაკის, რომელზეც იმ ხალხის ვინც ამ ფილმზე მუშაობდა, მსახიობიდან დაწყებული, პროდიუსერები დამთავრებული და შესაბამისად ძალიან კაი იქნება თუ ამ ფილმისგან რაღაც კარგი გამოვა, რაღაც საინტერესო ხალხს მოეწონება და გაჩნდება სურვილი და გაჩნდება იმის შესაძლებლობები, რომ გაგრძელდეს და ამავე ჯგუფმა შეძლოს ბევრი სხვა საინტერესო პროექტების გაკეთება, რა ვიცი, თუ რაიმე. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, ხო, რომელიც ამიერკავკასიის მასშტაბით აქამდე არ განხორციელებულა. თავისი მასშტაბებით ახლა ალბათ ყველას თავისი პროექტი მიაჩნია უპრეცედენტოდ, მაგრამ თავისი მასშტაბებით, თავისი თქვით იგივე რესურსებით, რომელიც ამ ფილმზე დაიხარჯა, საკმაოდ დიდია პროექტი და საკმაოდ საინტერესოა. კი, საკმაოდ ამხელა არის ბიუჯეტი? თავარ პროდიუსერს ფილმის ხო მილიონი ლარი, ანუ არ არის რაღაც გადასარევი და არ არის რაღაც ის შეიძლება ითქვას, კი შეიძლება მარტო ქართული ბაზრით ეს ფილმი არ იყოს თქვა კომერციულად წარმატებული, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცას მისცეს დასაბამი, აქ არის რაღაც გრაფიკის ისეთი ნაწილები, რაღაც სპეციფექტები, რომლებიც ალბათ საქართველოში პირველად გაკეთდა, აქ არის ძალიან ბევრი რაღაც აღმოჩენები და რაღაც რისკებზე მიდიოდა ჯგუფის ყველა წევრი რა, პრაქტიკულად რომ რაღაც თანამედროვე და კარგი გაკეთებული ხო, ალბათ ეს მარტო ეს ღირს იმ თანხად და იმ რესურსებად, რომელიც დაიხარჯა, იმიტომ რომ კინო ისეთი თემაა, რომ ყოველთვის ვიღაცებმა უნდა რაღაც ჩასდონ და რაღაც არაადეკვატური რესურსი უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ განვითარდეს. რა პირველივე და მეორე კაი კინო მომგებიანი არასოდეს არ არის ხოლმე, თუმცა თუ ეს ფილმი კომერციულად წარმატებულიც იქნება, ძალიან საინტერესო იქნება და მით უკეთეს. რაღაც ფილმს რო იღებენ მაინც და მაინც დიდი ჭორი არ ჭირდება რომ ყველას უნდა რომ გაიტანოს ქვეყნიდან თუ ეს შესაძლებელია, ამიტომ ჭორს არ დავარქვა, ყველა ჯგუფის ყველა წევრი, ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი, ძალიან ბევრი ახლობელი გვეხმარება იმაში რომ შევძლოთ ამ ფილმის მიწოდება სწორ ხალხზე ნახება, ჩვენს გაგვაჩნია რაღაც გარკვეული გამოცდილება და რესურსი ამ ჯგუფში მყოფ ხალხს და ყველანი ერთობლივი ძალებით ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტმა ხალხმა ნახოს და ძალიან გვინდა რომ ეს იყოს უცხოეთის ქვეყნების და ფიქრობთ რომ რაღაც რესურსი არსებობს, შეიძლება არა იმისი რომ ჰოლივუდი დაიპყროს, მაგრამ იმისი რომ გარკვეული ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ ესეთი ხარისხის და ესეთი მასშტაბის ფილმები არ კეთდება, იქ ნახონ. აი ამაზე ალბათ უფრო სწორი იქნება რომ გამარჯობათ. როკი უნდა გავაკეთოთ მომეს. ნუ ჯგუფი შედგებოდა საშუალოდ 40 კაცისგან და გადაღება იყო 80. აქედან 40 ბათუმში. ხოლო ფილმის გადაღებების ძირითადი ნაწილი ბათუმში მიმდინარეობდა და შესაბამისად გადაღებები 80 სულ 80 გადაღება დღე. ვინ არის მთავარი გმირები და როგორ არ უნდა ველოდებოდეთ ახლა? როგორ ექსპერიმენტია ჩავთვალოთ, რომ ეს ფილმი არის ექსპერიმენტი. იმიტომ რომ ტექნიკურად ეგეთი ფილმის, ასე რომ არ ჟანრობრივად საქართველოში არ გადაღებულა, ანუ არანაირი გამოცდილება საქართველოში მისტიური დრამის, ნუ არ გააჩნია. ამიტომ ეს არის ექსპერიმენტი. ექსპერიმენტს კრიტიკა უნდა მოყოს. მე როგორც ვიცი, გადაღებების დროს ან რაღაც უამინდობის და ასე შემდეგ რაღაც სხვადასხვა ელემენტების გამო სცენარი ოდნავ შეიცვალა, ხო? ანუ რაღაც ცვლილებები შევიდა.
გადაღების პროცესში? გადაღების პროცესში. არა, ნუ გადაღების პროცესში წვიმიანი ამიდების გამო და ასე შემდეგ. არა, ეგეთი რაღაც არაფერი არ შეიძლება, შეიძლება რაღაც დიალოგი შეიცვალა ელემენტარული, იმიტომ რომ იქ შეიძლება ვიღაც რაღაცას ეუნებოდეს და მსახიობებს მისცეს იმპროვიზაციის საშუალება. ეგეთ დონეზე თუ შეიცვალა სცენარი. ვინ არის მთავარი გმირები? მთავარი გმირები არის ნიკუშა ბახტაძე, რატი ბაქრაძე, ვეზი გოგიშვილი და ჯეჯი სხირტლაძე. ასევე გოგოები: სალომე ბეზარაშვილი, ლიკა ქორქია და თიკო დავაქიშვილი. და აი მოკლე შინაარსი რომ მოგვიყვეთ, ანუ რა ხდება ფილმში? ნუ მოკლე შინაარსი ის არის, რომ სამეგობრო, 4 მეგობარი, რომელიც 4-ო განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც სოციალური სტატუსით, ისე რა ვიცი, სხვადასხვა თვისებებით. მიდიან ბათუმში. თავიდან ეს ჩვენი გმირები ძალიან ბანალურები ჩანან, ჩვეულებრივად მარტივად რაღაც უყურებენ ამ ცხოვრებას, ხალისობენ, მაგრამ როგორც ვიცით, შემდეგ როგორც ჩადიან ბათუმში, იღვიძებენ და ქალაქში არავინ არ არის. ქალაქში რო არავინ არ არის, თავიდან იწყება, ნუ გაერთობიან, მე ნუ რაღაც დადებითად მიდის ფილმი, მაგრამ მე ყველაფერი ტრიალდება და იწყება უკვე ამ გმირების შესვლა, ასე რომ. და ფინალს ახლა ვერ მოგიყვებით. მე როგორც გავიგე, სანდენსის ფესტივალზე. დიახ, არის ხო წას? სანდენსის ფესტივალზე არის გაგზავნილი და პირველი ეტაპი გავიარეთ. დეკემბერში ველოდებით საბოლოო პასუხს. მაგიტომაც ჯერ უცხო ქვეყნებთან არ გვაქვს სერიოზული მოლაპარაკება, ისინი გვირეკავენ, რადგან სანდენსის ფესტივალის თუ გინდა რომ გახვიდე, უცხოეთში პრემიერა არ შეიძლება. კი ბატონო, კომპოზიტორი არის დათო ევგენიძე, დიდი მადლობა მინდა გადავხოთ, რადგან ჩვეულებას ვთხოვეთ ის მოსკოვში იყო რომ დაურეკეთ, მან გადადო რაღაც თავის საქმეები და მოკიდა ჩვენ ფილმს ხელი და ძალიან ნუ ასე რომ ვთქვა, ძალიან დაგვეხმარა რაღაცა. მოდი მთავარი როლის შემსრულებლები გვასაუბრონ თავიანთ გმირებზე. გაინტერესებთ ხარით? როგორი ადამიანია შენი გმირი და ვინ არის? ანუ 4 ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპაჟია, ხო? ანუ როგორი ადამიანია შენი ტიპაჟი? ანუ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ტიპაჟები ვართ, მაგრამ ეს ტიპაჟები ძალიან კარგად აარჩია ჯგუფმა. ჩემი ტიპაჟი არის ანუ ადამიანი, რომელიც ზედაპირულად უყურებს ცხოვრებას, ერთობა და არაფერი არ აინტერესებს სხვა. ყავს შეყვარებული, რომელსაც არ აფასებს და მიდის ბათუმში გასართობად. ბათუმში რო ჩადის, იქ იცვლება ყველაფერი და მაგას ხვალ გაიგებთ პრემიერას. როგორ იყო როგორც არაპროფესიონალისტის თქვა ფილმში მუშაობა? ნუ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ამ ჯგუფთან ერთად მე მგონი კარგად გავარდით თავის. ამასაც ხვალ შეაფასებს მაყურებელს, როგორ გამოვიდა ჩემი მსახიობობის როლი. ანუ მე როგორც ვიცი რეჟისორი ხარ ხო შენ პროფესიით? მე კი. და ანუ შენთვის უფრო რაღაც ახლოს იყო ესპერო, ანუ როგორი იყო შენთვის? ახლოს იყო ხო ფილმში ესე არ მითამაშია ასე რა. ანუ რაღაცებში ხო ამათგან განსხვავებით რაღაცებში უფრო ხო ანუ რა. ხო ამ მსახიობი გამოცდილება ამ თამაში და თამაში გუშინ და გუშინ წინ ტელევიზიის საშუალებითაც დატრიალდა და პრესაშიც გაჟღერდა ფილმის ერთ-ერთი მონაწილის სკანდალთან დაკავშირებით. რამდენად აისახება იქ თვითონ სალომემ გვიპასუხოთ, რამდენად აისახება ეს თუნდაც ფილმზე და ზოგადად რას გვეტყვით ამ ინციდენტის შესახებ.
სცენარის ოპერატორი ერთი იყო. ომარ კილოშვილი. აი გოგოები რა როლში არიან? ანუ რას აკეთებენ გოგოები ამ ფილმში? გავწიო ეს თუ რა. აი ჩემ როლზე უფრო ანუ თუ ჩემ როლზე ვისაუბრებ, ჩემი როლი არის ესეთი ჩაოლებრივ წყნარი მშვიდი, მორალისტი, რაღაც ჭკვიანი გოგო. რომელიც იგივე შეცდომებს უშვებს, როგორცაც ნებისმიერი მოქალაქე. რამდენად შევძერით ამას უფრო თქვენ განჭით, როცა ფილმს ნახავთ. რაც შეეხება იმას, რამდენად რთულია თუ არა, ჩვენ რომ არ ყოფილიყავით რაღაც ცოტათი მაინც დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ შევძლებდით ჩვენი როლების შესრულებას. ამაზე უარს ვიტყოდით. ზოგადად გარემო იყო ისეთი, გარემო ძალიან გვიწყობდა ხელს იმაში, რომ ჩვენი გმირი ბოლომდე ისე წარმოგვეჩინა, როგორც იყო საჭირო. ალბათ უფრო კობეს მისამართი არის შეკითხვა. მაინც აი რა სეგმენტზეა, რა საკის მაყურებელზე გათვლილი ფილმი? ყველა საკის რა, ალბათ, იმიტომ რომ საერთოდ იმაშია, რომ ქართული მაყურებელი როგორი ფილმებიც არ დაიღოს, ვალდებულია, რომ იაროს ყველა ქართული ფილმი შეუწყობს რა საერთოდ კინოს განვითარებას, რა ყველა ფილმი ვერ იქნება ესეთი დონის, როგორც ჩვენთან ყველა ჯარისკაცის მამა ვერ იქნება და ასე შემდეგ. ეს ერთი ბიზნესი ნახევარს უნდა ყველა თავის მეორე ის რაღაც ახალი ჟანრია და საინტერესოა. მაგალითად, როცა რაღაც ახალს აკეთებს შემდგომში. აი პროფესიონალი უფრო ასე კი დიდი თაობის სახეობთ თამაშობს ფილმში. საერთოდ ხო, თამაშობს უკვე არა. ეს გათვლა ქონდათ ესეც. ეს სცენარი იყო ასე, ძალიან მოჩვენე სცენარში არ არის. ეს შეუძლებელი ფილმი გაკეთდა როგორც წესები მოითხოვს. ახალ ჯგუფი არაფერს ნეგატივს არ ნიშნავს პირიქით და გაკეთოთ ეს იყო სცენარის ადაპტირდებოდა შესაბამისად კეთდებოდა კადრები რომ იხატებოდა ისინი მიდიოდნენ ანუ შეუძლებელი წესებით არის ძალიან ისეთი ექსპერიმენტის არ არის ასე რომ კამერას მოიგდებს პირიქით უფრო საკმაოდ თანამედროვე და საკმაოდ საინტერესო არის და გაკეთებული და იმ სტანდარტებთან მიახლოებით ცდელობებით იმ სტანდარტებთან მიახლოებით რომელზეც დადის ხალხი საერთოდ აი მე ვიცი რომ აი მის პრემიერის შემდეგ აპირებთ რაღაც არაქართულ პროექტებზე მუშაობას, ხო? და ამაზე მიდის მოლაპარაკება. ანუ გააქვთ უკვე იდეაში პროექტები, რომელსაც განახორციელებთ და ეს იქნება არაქართული. მადლობა.